მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება მისი საიდუმლო ფიქრები და ემოციები თქვენზე. დღეს ერთ პოზიციაზე გავშლით, ასარჩევი პოზიციები დღეს არ გვექნება. ჩაიფიქრეთ ის ადამიანი, ვისაც გინდათ, რომ დღეს გვიპასუხოს კარტმა, თქვით მისი სახელი, კონცენტრირდით. შეგახსენებთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ. ვიდეო თქვენზე იწყებს რეზონირებას მაშინ, როდესაც რთავთ და უსმენთ და კავშირში არ არის ის საიტზე, როდის არის განთავსებული. და ვისაც გსურთ ჩემთან პირადი კონსულტაცია, ან დაინტერესებული ხართ ენერგეტიკული წმენდით, მომწერეთ დეტალებისთვის პირადში. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც. დავიწყოთ. ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ იმ პიროვნების საიდუმლო ფიქრები და ემოციები თქვენზე. პირველ რიგში ამ პიროვნებას აქვს ესეთი განცდა, რომ ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ, შეიძლება მასზე მეტიც, ან ასაკით უფროსი იყოთ მასზე. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ბედნიერებისთვის მაინც და მაინც პარტნიორი არ გჭირდებათ. მაგრამ თუ ღირსეული ადამიანი შეგხვდათ, სიყვარულისთვის მზად ხართ და უარს არ იტყვით, ანუ უფრო მეტად თქვენი ხასიათის შესწავლით არის დაკავებული ეს ადამიანი და ფიქრობს, რომ ხანდახან რაღაცაში კონკურენციას ვერ გიწევთ და შეიძლება აქ იყოს ისეთი მომენტი, რომ თქვენ შეიძლება გქონდათ უკვე ესეთ სერიოზული ურთიერთობა, ან საერთოდაც გქონდათ უკვე მრავალწლიანი ურთიერთობა და ფიქრობს, რომ თუ იყავით თქვენ ქორწინებაში და გყავთ შვილი, ფიქრობს, რომ თქვენი შვილის მამა დღემდე დიდ ზეგავლენას ახდენს თქვენს დღევანდელ ყოფა ცხოვრებაზე, შვილთან მიმართებაში ურთიერთობას აკონტროლებს ძალიან და თითქოს ისეთი განცდა აქვს, რომ თუ ერთად იქნებით ან თუ ერთად ხართ ახლა, სულ ისეთი განცდა აქვს, რომ ის ადამიანი რამე ზეგავლენას ხომ არ მოახდენს და თქვენი გზები ამიტომ ხომ არ გაიყრება. ანუ ცოტა ფიქრებში აი ეს რაღაც განგაში აქვს, რომ თქვენი შვილის მამა შეიძლება დიდ ზეგავლენას ახდენდეს ახლა თქვენს პირად ცხოვრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ითვლებით როგორც მარტოხელა დედა. ეს ფიქრები სულ აქვს. თუ პირიქით თქვენ ჩაიფიქრეთ ისეთი ადამიანი ახლა, რომლისგანაც შვილი ყავთ და ქორწინებაში იყავით მასთან, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ძალიან ახელვებს საერთო შვილის ბედი, თუ მით უმეტეს თქვენ უკვე სხვა ურთიერთობაში ხართ, ან აპირებთ, რომ სხვა ურთიერთობაში სერიოზულად შეხვიდეთ, ანუ ბავშვთან დაკავშირებული დეტალები გამოიკვეთა აქ და კიდევ ერთი ფაქტორი არის აქ, რომ ეს ადამიანი, ვისაც ახლა დღეს ვშლით, თუ რა თქმა უნდა არ ჩაიფიქრეთ თქვენი ყოფილი მეუღლე, ეჭვიანობს, ასე ვთქვათ, თქვენს ყოფილ ურთიერთობაზე და ძალიან უნდა თქვენთან, აი ფიქრებში, მის საიდუმლო ფიქრები არის, რომ აი ცოტა დრო კიდევ გავიდეს, რაღაც დრო გავიდეს და თამამად განაცხადოს, რომ მას თქვენთან სურს შვილი. რომ უფრო მეტად
ოჯახად იგრძნოს თავი თქვენთან. უფრო მეტი დაახლოება რომ იგრძნოს, ანუ საერთო შვილის სურვილი გაუჩნდა, რომ უფრო მეტად ოჯახური ატმოსფეროს შექმნას. ანუ შეიძლება ფიქრობს ეს ადამიანი, რომ რაღაც მომენტში ღირსეული როლი თქვენ ცხოვრებაში რომ დაიკავოს, ეს ნაბიჯი ერთად უნდა გადადგათ. აი ამაზე შეიძლება ღიად ისაუბროს. ჯერჯერობით ეს ადამიანი საიდუმლოდ აკვირდება თქვენს შეგრძნებებს, როგორ იხსენიებთ წინა ურთიერთობაში, ვინც მოიტოვეთ იმ ადამიანს, რაიმე სინანული ხომ არ გაქვთ, ხომ არ მისტირით ძველ ურთიერთობას, მასთან ურთიერთობაში, იმიტომ ხომ არ შეხვედით, რომ უბრალოდ ტრამვირებული ხართ და ვიღაც გჭირდებათ თქვენზე. ანუ რაღაც ეს ეჭვები, მაინც საიდუმლო ფიქრები ყოველთვის აქვს ხოლმე მას თქვენთან დაკავშირებით. მაგრამ ის მზად არის, რომ კონკურენცია გაუწიოს სხვა პიროვნებებს თქვენს გამო, მაგრამ თითქოს თქვენ ვერ გიწევთ ჯერჯერობით კონკურენციას ეს პიროვნება, იმიტომ რომ მას არ აქვს ის გამოცდილება, ცხოვრებისეული რა გამოცდილებაც თქვენ უკვე გაქვთ. კიდევ ნახავთ, რას გვეტყვის მის შესახებ კარტი. ამ პიროვნებას გადაწყვეტილი აქვს, რომ თქვენთან გაატაროს ძალიან დიდი დრო. შეიძლება ახლა ამბობდეს, რომ არ არის რაღაც სერიოზულობისთვის მზად, მაგრამ საიდუმლოდ ეს ყველაფერი სურს, უბრალოდ შეიძლება რაღაც მომენტში თავდაცვისთვის იყენებდეს ამ ფრაზას, რომ აი ახლა არ მინდა რაღაც სერიოზული, მაგრამ გულის სიღრმეში მას უნდა თქვენთან მრავალწლიანი ურთიერთობა და სტატუსიც. უბრალოდ შეიძლება აქ ისეთი მომენტი დაიჭიროს, რომ თუ ახალი განქორწინებული ხართ, შეიძლება თქვენ იყოთ წინააღმდეგი, რომ ამ წუთას ესეთი ძალიან სერიოზული ურთიერთობა არ გინდოდეთ და აი ამაზე ჰქონდეს ეს ფიქრები, რომ აი შეიძლება ეს ზოგადად ესე არ იყოს, მაგრამ რაღაც ისეთი ფრაზა თქვით, რომ ისეთი დამღლელი იყო ეს ურთიერთობა, თქვა წინა ურთიერთობა, რაღაც ისეთი ფრაზებს იჭერს, რომ თავისი გადმოსახედიდან თითქოს თქვენ უფრო არ ხართ მზად, რომ რაღაც სერიოზული შემოგთავაზოთ და შეიძლება ამის გამო ქოცნობიერულად და შიგნიდან ამ პიროვნებას უნდა, რომ თქვენ სგვერდზე სტაბილური სტატუსური ურთიერთობა დაამყაროს, მაგრამ შეიძლება ამას ფხიზლად უყურებდეს და სხვანაირად ამბობდეს თქვენთან, იმიტომ რომ თქვენ რაღაცისთვის ახლა მზად არ იყოთ და აქედან გამომდინარე ცოტა ისეთ სიტყვებს გეუბნებოდეთ, რაც თქვენ მოგეწონებათ და არა იმას, თუ რეალურად თვითონ რას ფიქრობს. ამ პიროვნებას თქვენი დაკარგვის ეშინია. აქედან გამომდინარე, ისე ცდება, რომ ეს ურთიერთობა გაამყაროს, ოღონდ შეიძლება ეს ყველაფერი თავიდან ცოტა ტრადიციული კუთხით არ წაიყვანოს. ეშინია იმ ჭორების, რასაც შეიძლება ისმენს. ან შეიძლება ეუბნებიან, რომ თქვენ შეიძლება სხვაზე ხართ შეყვარებული, შეიძლება ეს ამასაც ეუბნებიან, რომ გაახილეთ თვალები, ის ისევ ძველ ურთიერთობას დაუბრუნდება, ან ისევ სტატუსს აღადგენს, შენ ისე დარჩები და ამ ყველაფერს მაინც ხანდახან შიშები აქვს ხოლმე ამ ყველაფრისგან და ცოტა ცდილობს, რომ გაანეიტრალოს ეს სხვების აზრი, რასაც მას ხანდახან ესე შთააგონებენ. შეიძლება თქვენთანაც არის ესეთი მომენტები, რომ აი თუ ასაკით სხვადასხვაობა გაქვთ ან რაღაც ურთიერთობაში ბევრი განსხვავებები არის, შეიძლება თქვენც გეუბნებოდნენ, რომ აი ფრთხილად იყავი და მასთან დიდი იმედები არ დაამყარო, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის, იმიტომ რომ დააკვირდით ამ პიროვნების ქმედებებს, ხო, ანუ ის ყოველთვის ცდილობს, რომ თავის დანაშაული გამოასწოროს, თუ ცუდ ხასიათზე ხართ, განწყობა შეგიქმნათ, როდესაც საჭირო არის ბოდიში მოიხადოს.
როდესაც უკან დასახევი არის თავის თავზე აიღოს ეს ყველაფერი. ну აქ მოდის ესეთი მომენტი, რომ მის საიდუმლო ფიქრები და ემოციები თქვენთან დაკავშირებით ამ წუთას არის ის, რომ თქვენს გამო შეიძლება წავიდეს ეს პიროვნება ყველას წინააღმდეგ. კი, მას აქვს ეს გადაწყვეტილი, რომ აი ჩემზე რასაც თქვათ ამბობენ ან ეჭობენ, ამ ყველაფერს დავამტკიცებ, რომ მე შენს გვერდზე დიდხანს ვიქნები ან მე შენს გვერდზე სერიოზულ ადგილს დავიკავებ. ეს რაღაცები მას აქვს. ეს პიროვნება ხედავს თქვენს მომავალს ერთად ერთ ჭერქვეშ. და ეს პიროვნება ფიქრობს, რომ სტერეოტიპები, უბრალოდ სტერეოტიპები არის და მეტი სხვა დანარჩენი არაფერი. რომ მას უკვე ძებნა აქვს დამთავრებული. მან უკვე ზუსტად იცის, რომ მან ძებნა შეაჩერა და გიპოვა, ანუ თავის ცხოვრების მეგზური იპოვა და ზუსტად ეს ხელახალ ჩაკიდებულები უნდა გაყვეთ ცხოვრებისეულ ეტაპებს. იცის, რომ ეს მარტივი შეიძლება სულ არ იყოს და ბევრი გამოწვევები დაგხვდეთ ცხოვრებაში, მაგრამ ქვეცნობიერულად მან უკვე ბევრი რაღაც გადააფასა და ნელ-ნელა შეეცდება თქვენთან უფრო მყარი სიტუაციები შექმნას, მაგრამ შეიძლება სიტყვიერად სხვა რაღაცებს ამბობდეს, მაგრამ ქცევით გახვედროთ, რომ რეალურად მას უფრო მყარი ურთიერთობა სურს. ამას გიჩვენებთ დროდადრო მისი ქმედებები. მე დაგემშვიდობებით, ყველას გისურვებთ დიდ წარმატებას და რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.